ჩვენ კვლავ უბრუნდებით ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს. პირველი კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს ციხეში. ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი ჟურნალისტებისთვის. მიშველაძის განცხადებით თავდასხმის დეტალების შესახებ არაფერი იცის, ის იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები ამ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ. რაც შეეხება დაკითხვაზე ეკა მიშველაძის დაბარებას, მისი თქმით ის მივადა, რისი თქმაც შეუძლია ყველაფერს იტყვის. მე შეგახსენებთ, რომ შერაღებული თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილს რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ცეცხლსროლი იარაღით მაშინ ესროლეს, როდესაც ყოფილი დიპლომატის ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. არაფერი არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მე იქ არ ყოფილი ვარ, ვიცი რომ ეს მოხდა სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე იყო დღეს ბუკა, იმიტომ რომ მისი დაბადების დღე იყო, ლევანის დაბადების დღე იყო. ეხა საოპერაციოშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები ამბობენ, ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მე მინდა ერთი რამე ვთქვა, მე იმედი მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ პოლიცია გამოიკვლევს ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს ციხეში და ძალიან უახლოეს მომავალში ველოდები პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. დაკითხვაზე მივალ, თუ რამის თქმამ შემიძლია, ყველაფერს ვიტყვი.